მოგესალმებით მეგობრებო, ერთ-ერთი ქალბატონის თხოვნით ვაკეთებ დღევანდელ გაშლას ორ ვარიანტზე. დაოჯახებულ ქალბატონებზე, გათხოვილ ქალბატონებზე რომ გააკეთოთო და მოდით ასე გავაკეთოთ. იყოს დაოჯახებული გათხოვილი ქალბატონები და მამაკაცებიც თუ მიყურებთ არ ვიცი, ვინც დაოჯახებულები ხართ, ხო? ქალბატონები და მამაკაცები. აი ორ ვარიანტს ვაკეთებ. თუნდაც არ ვიცი 100 ადამიანი იყოთ მამაკაცი, თქვენთვისაც არ მინდა რომ რაღაცა არათანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. პირველი მეორე ვარიანტი. ნახოთ აბა როგორ ჩქარობს არკანები. გადავდოთ მამაკაცები დაგველოდებით და ქალბატონებით დავიწყოთ. ნახოთ აბა ჯერ ვინ ხართ ერთი არკანით. რა ვქნა გოგოებო, გაწყენინოთ? რას მან ჩვენებს ის უნდა გითხრათ? გახასიათებთ ორ პირობა, გახასიათებთ სათქმელო სიტუაციების სასარგებლოდ გაპარვაც, ტყუილიც, რა ვქნა, ძალიან არ მიყვარს ეს არკანი. ერთ პირობა ის ვიფიქრე ხომ არ გავთიშო და არ გავაგრძელო გადაღება თქო, იმიტომ რომ არა ბერს არ ესიამოვნება, მაგრამ ხა რას მაჩვენებს ის არის, ხო, ვიღაცაზე გადათამაშდება. გაქვთ ეს მომენტი, რა ვქნა, რაღაცა სათქმელო აღარ არის, ისე შეიძლება გაიკეტოთ და ინგლისურად წახვიდეთ, რომ არც დაინტერესდეთ უკან მოკვდნენ თუ დარჩნენ თუ რა მოხდა. მოკლედ მე თუ არ ვარ კარგად ქვაქვაზე დარჩენილა, ეგ მომენტია. კიდევ ვინ ხართ? და ამას დავაბრალოთ, რომ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას გადიხართ. ძალიან დიდ ასე ვთქვათ ქარტეხილებსა და გარდამტეხ სიტუაციებში ხართ. მაგრამ მაინც ყოველთვის თქვენს მიზანს აღწევთ. აი რა გავაკეთო გოგოებო? რა ვქნა? მე მაპატიეთ, მაგრამ ეს ენერგიებია, მანიპულატორებიც ხართ. შეიძლება ვიღაცა პირდაპირ მნიშვნელობით ჩადოქრობდეთ კიდეც. ან ძალიან ხშირად აკითხავდეთ ჩადოქრებს. ეს ენერგიები გაქვთ, რა ვქნა? თავისთავად ეს ყველაფერი ცუდი კი არ არის. უბრალოდ ასე ლაგდება ზოგჯერ, ხო? ფაზლები, ასე ლაგდება სიტუაციები და შეიძლება სულ არ მინდოდეს რომ ისეთი ვიყო, მაგრამ ცხოვრება გხდის, ხო, რაღაცა სიტუაციაში. რა ვქნა, ეს ენერგიები მოდის თქვენგან. აგერ არის სამივე არკანი თქვენს თვალწინ, ხო? მე არა. კიდე კაი თქვენს თვალწინ ვიღებ ამ არკანებს. მოდი ერთი სხვა დასტითაც უნდა, მოდი ამ დასტით ნახოთ, აბა კიდე ერთი ვინ ხართ? მაინც არ მკმარა. ვინ ხართ? ერთი არკანით მაჩვენეთ. სამყარო. გეუბნებით მეგობრებო, აი როგორი მომენტი გაქვთ, იცით? თქვენ როდის როგორ რა გჭირდებათ რა? მეორე მაღალი არკანი. ხო. ეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მაინც კვერთხების რაინდია, ხო? ძალიან ჭკვიანი ხართ, მოკლედ, რა ბევრი რო არ გავაგრძელო, როცა როგორ გაწყობთ ისე თქვენს, მოკლედ, თქვენს სასიცოცხლო ძალებს არც ერთ შემთხვევაში არ კარგავთ. ყოველთვის იცით, თქვით გადარჩენისთვის, როგორ ჩართოთ ინსტინქტები და მექანიზმები. ანუ ნებისმიერი სიტუაციიდან მშრალად ამოსვლის ძალიან დიდი ნიჭი და რესურსი გაქვთ. უზომოდ ჭკვიანი ხართ, ის კი არა, შეიძლება ისე შეატრიალოთ საქმე, რომ აქეთ ახდევინოთ ადამიანს ბოდიში, მაშინ როცა ის საერთაშორისოში არ არის. ეს ცუდი არ არის, ეს არის ჭკუა, ეს არის გონება, ეს არის სიბრძნე, მოდი ასე ვიტყოდით. კარგით. ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში? გათხოვილ ქალბატონებზე ვსაუბრობ. აი თქვენს პირად ცხოვრებაში. თქვენს მეუღლესთან ურთიერთობებში მანახე რა ხდება? ხო, ცხრიანი კვერთხები. გვაქვს რაღაცა გარკვეული ტიპის ბარიერები, თუმცა ვიტყოდი, რომ გაქვთ ეს ურთიერთგაგების მომენტი. ემოციებიც გაქვთ, ვერ ვიტყვი, რომ აქ რაღაც ცუდად დალაგებული თემა. პირიქით, დუხს და გადმოდუხს ემოციები. ახლა არ მითხრათ, რომ
ასე გადაწყვიტეთ, რომ ეს ასე უნდა იყოს, რა საინტერესო ხალხი ხართ. სამართლიანობის ხარჯზე გიწევთ ეს ყველაფერი? ანუ რეალურად კი არ მინდა, ეს ესე უნდა იყოს. მორალური სამართლიდან გამომდინარე და მინდა არ მინდა ესე ვიქცევი, ეგ მომენტი გააქვთ. იმიტომ რომ არ დავკარგო სტაბილურობა. თორე ისე რეალურად ნგრევაა. რეალურად აი ეს ამბავი გაქვთ. ეგრეა. რაც იქ მანახა აქ იმეორებს. დაიწყო თავიდან, მოჩვენებითი სიტუაცია და ბოლოს გაამჟღავნა რაც არის რეალურად. ყველაფრის განულება და თავიდან დაწყება გინდათ. ხელი გინდათ დაუქნიოთ ყველაფერს. აღარ მინდა აქაურობა, მეტყინა. ჩემთვის აქ უკვე სიცივია. ჩემთვის აქ უკვე მარტო გონება, მარტო ლოგიკა, მარტო ფიქრის ჯაჭვია, ხო, აზროვნების ჯაჭვია, აქ არანაირი ემოცია არ არის. არა, აი ამ მდგომარეობაში ვარ მე. რეალურად მე მინდა ეს ემოციები, მე მჭირდება ეს ემოციები უფრო მეტიც, მაგრამ ვარ სტაბილურობის გამო იქ სადაც ვარ. სულ პენტაკლები ამოდის მეგობრებს, თასები მე ჯერ აქ ვერ ვნახე. თასები ამოვიდა აგერღონ რუიანი თასები, გაქცევის სურვილი, ილუზიური სამყარო, აი თქვენ სამყაროს რო შექმნით, რომ გადარჩეთ როგორღაც რა და აი ის ერთადერთი ის ოცნებები და ის რაღაც სიზმრები და რაღაცა გარე სიტუაციები, გარე ტრიგერები რომ გეხმარებათ. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში შეიძლება თქვენ შექმნათ ეს ტრიგერები იმისთვის, რომ გადარჩეთ. ეს ენერგიები, ეს სიტუაცია გაქვთ ახლა იქ სადაც ხართ. კაი. ახლა მანახეთ. ოჯახის იქეთ რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში ხდება რამე? აბა გვანახეთ ოჯახის იქეთ თქვენს პირად ცხოვრებაში ხდება რამე? არის ვინმე? ეს გავიგეთ რომ თქვენი მეუღლეა, წეღან გვაჩვენა, გავიგეთ რომ ოჯახში ხართ. გავიგეთ რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში ხართ. იგივეს მიყვებით, კი. თან ვინ? კვერთხების მეფე. კვერთხების მეფე ახალი დაწყებული ურთიერთობა შეიძლება იყოს ეს მეგობრებო. გინდათ რომ აი ეს ყველაფერი გაგლიჭოთ ეს სიტუაცია, ეს ბარიერები, გაითავისუფლოთ თავი და დაიბრუნოთ სასიცოცხლო ენერგიები. თქვენ ენერგოდონორი გჭირდებათ და მე მგონი ყავთ კიდეც შერჩეული. ვინც მდინარე სტიქსის არ იყოს სასიცოცხლო ენერგიებით გაგავსებთ, ვინც ჰარმონიას გაჩუქებთ და ვინც ბალანს აღგიდგენთ, ხო? სხვათა შორის აი როგორი მაპატიეთ ამ სიტყვაზე ბჭყალებში ფაიზაღია, იცით რომ ან თქვენ აპრაქტიკებთ რაღაცას, ან ოსტატს იხმარებთ. რაღაცას აკეთებთ რა, მოკლედ არ ვიცი ვის მხარეს აკეთებთ, მაგრამ რეალურად რატო ხართ ჯერჯერობით არჩევანის მომენტში ხართ, ჯერჯერობით ვერ გადაგიწყვეტიათ იქით თუ აქეთ. ცოტა სამყაროს მომენტისაც ენერგიებისაც გეშინიათ, არა და მიჯაჭვულობა გაქვთ მეორე მხარეს. მაგრამ აქ როგორი მომენტია, იცით, აქ არ ამგონია რომ რამე იყოს, ვერ წყვეტთ, ვერ დგამთ ნაბიჯს, გეშინიათ არ დავისაჯო, არ გამიგონ, აი ეს სტაბილურობა არ დავკარგო, ეგ მომენტი გაქვთ და აი მჩიხებში ხართ და საკუთარ ხო არის. და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ეს პირველი ადამიანიც არ იყოს თქვენს ცხოვრებაში და ციკლურად როგორ მომენტში იყოთ, იცით? აი მივედი და რომ და გავჭრა ლენტა, უკან დავიხიე და გამოვიქეცი შემეშინდა. მე კიდე მომცეს გასაჭრელი ლენტა, მე კიდე მომცეს, ვერც ერთხელ ვერ გადავწყვიტე. ვზივარ ასე და მოკლედ ვერ გამიგია რა უნდა გავაკეთე, ხო? აი ეგეთ ენერგიებში ხართ. კაი, მანახე ახლა უახლოესი ენერგიები ოჯახში და ოჯახს მიღმა იმ კვერთხების მეფესთან. ოჯახში ისევ ილუზიები, ისევ თავისმოტყუება, ხო რა, რაინდი თასების მეფობამდე რომ ვერ, მაგრამ ვჩქარობთ რას ვჩქარობთ, მანახე რას ვჩქარობთ. რას ვჩქარობთ აი აქედან თავის დაღწევას.
გინდათ წამოსვლა? ისევ ქურუმი ხარი. ნუ აქ რაღაცას აკეთებთ რა, რომ ისე იყოს ყველაფერი როგორც თქვენ გინდათ. თან კარგი გოგოც დავრჩეთ, სწორად გამიგეთ რა. ანუ არც ეს დავკარგო და იქით რა გინდათ. აქ თასების დედოფალი ხართ, აქ შეყვარებული ხართ, თქვენ წილი მზითებით უკვე ნაცხოვრები მზითებით, თქვენი ტვირთებით, თქვენი ალიაქოთებით, თქვენი სტაბილურობებით. მაგრამ აქ ჯერ არ აქაც განდეგილში უახლოესი ენერგიები განდეგილია, იმიტომ რომ აი ამ სტაბილურობის მომენტში ვერ წყვეთ, თქვენი იმპერატორი ყავთ. უახლოესი ენერგიები აქ მესამე პირთან არაფერი შეიცვლება, მეგობრებო, იქნება, იარსებებს, შორს, მანძილზე, მონატრებით, ვნებებით და ალიაქოთებით, მაგრამ არა. თქვენ სტაბილურობას ებღაუჭებით, თქვენს ოჯახურ სიტუაციას ვერ თმობთ. მადლობა ქალბატონებო. და ახლა ვნახოთ უკვე მამაკაცები. აბა მამაკაცები რა სიტყვიან ახლა ვინ არის მამაკაცი? ვინმე სტუმრა? ვინ ხართ? კვერთხების რაინდი, ძალიან ცეცხლოვანი, ხმლების პაჟი, ძალიან ისეთი მიზანსტრაფული, ძალიან აქტიური. ადამიანი ფენიქსივით რომ ხართ, ანუ ნებისმიერ სიტუაციიდან აი 9 კატას სიცოცხლე აქვსო თუ რაღაც რო იტყვიან ხოლმე ეგეთი მომენტი, ანუ ნებისმიერ აი ყველაზე რთული სიტუაციიდან წამოდგომის უნარი რომ შეგწევთ და ნებისმიერ სიტუაციაში მოკლედ არ ვიცი ზემოდან რომ ფარველობენ და ხო, მაგრამ რაღაცა აქ სამკუთხედის ენერგიები მომდის, არჩევანის ენერგიები მომდის, მეგობრებო. და რომ ვერ გაგიგიათ მიჯნა რა, რაც არ უნდა იყოს ეს არკანი პირდაპირ აზრით არის მიჯნა ისევ და ზღვარი, აქეთ თუ იქეთ. კაი, ახლა სადაც ხართ ოჯახში? იქ რა ხდება აბა თქვენს ცხოვრებაში რა ამბავია მანახეთ? თქვენ სტაბილურ სიტუაციაში რა ხდება? რა ხდება და ერთი გავიპარო და გავასწრო აქედან, იტყუებით იქ როგორც წეღან ქალი იყო, აქ ისე თქვენ ხართ, თან იმპერატორობთ აქ. მაგრამ თან თასების მეფე ხართ და იქით სხვაგან იხედებით. თან თავს იცავთ. თქვენი კვერთხების დედოფალი ყავთ, მეგობრებო. და მუდმივად ყალყზე ხართ შემდგარი, როგორმე რომ ხმლების დედოფალს გაიქცეთ და წახვიდეთ. წახვიდეთ თქვენი კვერთხების დედოფალთან, სადაც რა არის? ხო, ნუ სადაც კი ბატონო, ცეცხლია, ვნება, მიჯაჭულობა, სასწაული, სექსუალური, აი არ ვიცი, გაიდეალებულიც ყავთ რაღაცა სიტუაციები და ფარულია ეს ურთიერთობა, ლოგიკურია რომ ფარულია. აი თქვენს ტვირთებს იხსნით იქ, რა მშვიდდებით, ლაგდებით, აღარ ხართ აღარც ქმარი, აღარც არ ვიცი, პოლკოვნიკი, აღარც ბანკის მმართველი, აღარც მსახიობი, აღარც არ ვიცი, მხატვარი, აღარც პოლიციელი და აღარც სამხედრო ხართ, უბრალოდ თქვენ და ტკბებით მხოლოდ ემოციებით. აღარ გახსოვთ ის სიტუაცია რა, როგორ აბსოლუტური ტრანსფორმირება ხდება თქვენი. მაგრამ მაინც გტყივათ, იმიტომ რომ იქაც ვერ ხართ ბოლომდე, არც იქ ხართ და არც გაორებული ცხოვრება, მეგობრებო, ასე მარტივი რო იყოს. იცით რომ იქ უბრალოდ თასების დედოფალია, მაგრამ თქვენ ვერ ხართ თასების, თქვენ ხართ პენტაკლების მეფე და იქ მაინც არ გასვენებთ სამსჯავროს არკანით, აი ეს პასუხისმგებლობები, ის თქვენი მოვალეობები, ის თქვენი ტვირთები ყოველთვის გახსოვთ, ყოველთვის რაც არ უნდა აკეთებდეთ, აი ეს გზაგამყოფი ყოველთვის არის თქვენს ცხოვრებაში და ყოველთვის გიტრიალებთ თავში ის რომ ყავთ იმპერატრიცა. რეალურად გინდათ ის საოცნებო ადამიანი, მაგრამ გიწევთ манипуляცია, გიწევთ იგივე არკანები ამოდის.
და ნახეთ როგორ ცუდ სიტუაციაში ხართ, არც იქ ხართ, არც იქ მიხვალთ იქ დაიკმაყოფილებთ ნებებს, წამოხვალთ არ ყოფნით ის სიტუაცია და მაინც თქვენთვის ხართ რა განდეგილი სიტუაციაში ხართ. ნამდვილად არ მშურს თქვენი რა დაგიმალოთ ბატონებო. კარგით. ან შეიძლება უფრო მეცაც გეტყვით. იქ ვარსკვლავის არკანი ჰაერზე არ ამოვიდა. შესაძლოა დღეს მანძილზე ხართ და იმ მესამე პირთან ურთიერთობა არც გაქვთ. კაი, მაჩვენე ახლა უახლოესი ენერგიები ოჯახში და მესამე პირთან. იმპერატრიცასთან გეუბნებით, იქნებით ყოველდღიურ სიტუაციაში, აი ეს ვიყიდეთ, ეხა იქ რაღაცა იქ ბანკში ეს ამაქვს ან გამოსატანი ან შესატანი, იქ რაღაცა ის უნდა ვიყიდო, იქ ინვესტიცია უნდა ჩავდო, აქ ხელფასი ავიღე, ეს მომენტი, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ მაინც ზღვარზე რო ხართ და მაინც სადღაც რო იხედებით. მაინც რომ არ გაკმაყოფილებთ ის სიტუაცია და აქ რა ხდება? Ну, აქეთ გიყვართ რა გავაკეთოთ ასების მეფეხართ უახლოესი სიტუაციები, ენერგიები მაინც იქით ემოციური მომენტები გექნებათ, რა იქნება კიდე? არა, აქ სრული, აი რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ტვინში მაინც იქითა სიტუაცია გაქვთ მეგობრებო. ფარულად სიტუაციები, მაგრამ მაინც შიში გექნებათ ცოტა რაღაცა მომენტები, ეს წეღანაც ამოვიდა. მაგრამ არა, ვერ ეხსნებით, ვერ ეხსნებით. გითხრებთ, აი როგორც ისე გითხრებთ იქაურობა, იმიტომ რომ კვერთხების დედოფალია, იმიტომ რომ ეს არის სასწაული ენერგიების მატარებელი ქალი, ეს არის აი არ ვიცი, ნუ სრული ზღვის მოქცევა დაახლოებით ეგეთი რა. ვერ შეელევით, ეს ორსკამზე იკონციალებთ აქეთ-იქით. კარგით. რა ვიცი, არ ვიცი ვის როგორ გაგეცით პასუხი. ყოველ შემთხვევაში, მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის, თვითონ თქვენთანაც და მადლობა ნდობისთვის დაგემშვიდობებით ნახვამდის.